სამგურალმა წააგო იბერიასთან აქ შორი მანძილი და დარტყმა პასი გამოვიდა დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში დინამო უკეთ მართებდა თამაში ნამდვილად ასეთ მებრძოლ კლუბად ნახოთ რა გამოვა ჩაწოდება საჯარიმოში და ძალიან მარტივად ლუკა კუტალაძე ეუფლება ბურთს წყალტუბოელები რას მოიფიქრებენ პასი კარგი მომენტია დარტყმა და მაქაც არიან მოიგერია იდეალურად იყო ყველაფერი გაკეთებული თუმცა ბოლობაში წყალტუბოს სამგურალი არანაირი თამაშგარე მდგომარეობა მიიღო ბურთი ველისოლმა და ცუდად დაარტყა ნამდვილად ბოლო მომენტში აიხედა კარისკენ თორემ შეიძლებოდა დარტყმაც გამოსულა უკეთესი და გოლიც გაიტანა ნიშანი კიკაჩეიშვილმა რამუში დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში სამგურალი ვერც შორეული ძელი ვერ დაკეტა ნახოთ აბა ამ გამეორებაზე ბარნსოსი წინ იყო თან მგონი ამ ჯარიმის შესრულების მომენტში მაგრამ რამუშს არ უტყამდა ნამდვილად ესე ცუდად აი ამ გამეორებაზე იდეალურად გამოჩნდება ოსეის გადაცემა მარჯვნივ გვასალია მიიღო ბურთი ჩააწოდა საჯარიმოში ბაბულურიანი არ იყო დამაჯერებელი ვაწაძე დარტყმა და კუტალაძის მოგერიება ჩამოიძინათ ცველებს ამ ეპიზოდში ბაბულურიანი ვერ იყო დამაჯერებელი აი ამ მოგერიების დროს და ნახეთ ვაწაძემ თამაშა იდეალურად კერდით მიიღო ბურთი დაარტყა და კუტალაძე შესანიშნავი იყო არ არის ნამდვილად ასეთი ახლო მანძილიდან ბურთის აღება მარტივი და საკმაოდ ძლიერი დარტყმის გვასალია მისი მიმართულებით პასი გვასალია გრძელდება შეტევა ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და ბრავო ლუკა კუტალაძეს ორმაგი მოგერიება ეს ეპიზოდი რამუშვა დაარტყა თავით მოიგერია კუტალაძემ და მერე უკვე დამატებაზე ბრავო კუტალაძე შესანიშნავია ბოლო წუთებში ნინოა ჩაწოდება და პენალტი დაინიშნა სამგურალის კარის მიმართულებით მათე ვაწაძემ მოიპოვა ქონდა გაშლილი ხელი აშკარად ამ ეპიზოდში სამგურალის მე-20 ნომერს ეს კადრი არ არის კარგი აი ეს კადრი რომელიც იყო წინა ეგ პაუზა და კი ბატონო აშკარად ხვდება ბურთი ხელზე სამგურალის მეჩანი კუტალაძემ პენალტის მოგერიება კი იცის მაგრამ აგერ ვაწაძემ დაარტყა და გაიტანა 1-0 დინამო დაწინაურდა დღევანდელ დაპირისპირებაში იგებენ თბილისელები შეხვედრას მატჩის 33 წუთზე ვაწაძემ მოიპოვა პენალტი და გაიტანა კიდეც კარგად დაარტყა ვაწაძემ მეკარემ მოატყუა რა გახსნა ანგარიში პირველი გოლი მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში შარშან 6 გოლით გამოირჩა მათე ვაწაძე ბოლო სეზონებში შედეგიანობა მიკლო თავის მხრივ მაგრამ პასი გვასალია ვაწაძეზე გადაცემა არა დარტყმა და კუტალაძემ აიღო ეს ბურთიც ვაწაძის ცდელობა დარჩა ჩააწოდა საჯარიმოში კუტალაძე ისევ ყურადღებით და ბრავო ლუკას უკვე მერამდენად გადაარჩინა დამაბნეველი იყო ამ ეპიზოდში ბურთს არ შეხებია მაგრამ ძალიან დიდი დისკომფორტია ყველას კარგად მოგიხსენებათ როცა ასე ფორვარდი მეკარის წინ მოძრაობას აკეთებს და კუტებაშვილი შემოიწია ცენტრისკენ პასი გააკეთა კიდევ ერთი გადაცემა ვაწაძე მეკარისთან 1-1-ზე შესანიშნავი იყო მათე ვაწაძე მისი დუბლი და ანგარიში ხდება 2-0 დინამო თბილისის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს მოიფიქრებინა როგორ დაერტყა თავი აწია აი კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი რამუშის გადაცემა არ არის თამაშგარე მდგომარეობა ხედავთ ჩავარდა დაცვა და ვაწაძემ გაიტანა ორი-0 დინამო თბილისის სასარგებლოდ ამზადებს ლევან პაპავასაც გიორგიონიანი ჩაწოდება საჯარიმოში არეულობა გეგეჭკორი დარტყმა იქნება დარტყმა და
და მაკაცარია ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში კიდევ ერთი დარტყმა დაიბლოკა ეს დარტყმა ფურთი მოტრიალდა ჩააწოდა დარტყმა და დარტყმა კარიდან თუ კუთხური როცა დინამო თბილისის მაისურს ირგებდა გოლი და თუ არ ვცდები ის იყო გამარჯვების გოლი საერთოდ 2025 წლის სეზონში როდრიგესი გადის მოედნიდან მასulis ლევან პაპავა ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გოლიადორი თამამად შეიძლება ამის თქმა რომელმაც სამგურელში გადმოინაცვლა და ასევე მოედნიდან გადის ცოტნე ბერელიძე და გეგეჭკორი ხისტი თამაში სირაძეც მიიღებს ყვითელ ბარათს წითელი ბარათი პირდაპირ ესე კიდევ ერთხელ საკმაოდ ხისტად წავიდა მართლა სირაძე თავი ვეღარ შეიკავა და მე ძალიან ძლიერად მოხვდა გეგეჭკორს და იკაჩეიშვილმა წითელი ბარათი უჩვენა დინამოს შემტევს შერგელაშვილი ჩაწოდება დარტყმაც ნახეთ მაგრამ არაზუსტი დება შეტევა რბილი პასი საჯარიმოში შერგელაშვილი შეიძლება ჩაწოდება ჯეფინიო და მაკაცარია ძალიან მაგარი ბურთი მოიგერია მაკაცარიას თავის ხრივ სამგურალის შეტევა იყო ძალიან კარგი და აქ როგორც ჩანს პაპავა შეეხო პაპავა ბურთს და ურთულესი ბურთი მოიგერია ნახეთ ჯეფინიო პაპავას დარტყმა და ბრავო მაკაცარიას ჩაწოდება კიდევ ერთი და გაიტანა სამგურალმა 1-2-92 წუთზე მოახერხეს მასპინძლებმა ანგარიშის სხვაობის შემცირება პაბულურიანი გოლის ავტორი შემატკივრებში კიდევ ერთხელ შერგელაშვილის ჩაწოდება პაბულურიანი არ არის თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე მაღლა ახტა და მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება იყენებენ რიცხობრივ უპირატესობას გეგეჭკორი რბილი გადაცემა დარტყმა მაკაცარია თამაშგარე მდგომარეობაც ფიქსირდება გეგეჭკორი ხარებაშვილი მის წინააღმდეგ მოძრაობები ჩაწოდება საჯარიმოში გავიდა პასი პაპავა დარტყმა გადარჩა დინამო გოგოლაშვილის ჩაწოდება პაბულურიანი თავით თამაშობს მაკაცარია პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი წავიდა დარტყმა სადაც იდგა მაკაცარია და დაიჭირა აბა ვნახოთ ხარებაშვილისა და ჯეფინიოს დუელი ხოთ სამგურალის შეტევა გრძელდება დარტყმა კარის მართულებით და რა მომენტი იყო გადარჩა აქ დინამო ისეთ ადგილას იყო წეს თამბურთს აიღებდა მაგრამ ცვლილება დინამო თბილისის რიგებში შევა მოედანზე 30 ნომრით გიორგი ლომიძე მცველი ამ დროს გაითვალისწინებს რა თქმა უნდა არბიტრი თამბურთს წინ და გაისმის საფინალო სასტვენის ხმა 2-1 მოიგო დინამო თბილისმა მათე ვაწაძის დუბლით